ანკარაში გამართული ნატოს 36 სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის არაწევრი უკრაინისთვის. გარდა იმისა, რომ დისკუსია და ლიდერების ყურადღება მეტწილად ომში მყოფ ქვეყანას დაეთმო, სამხედრო გაერთიანების წევრი სახელმწიფოები, მათ შორის შეერთებული შტატები, შეთანხმდნენ, რომ 2026-2027 წლებში მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას კიევისთვის ჯამში 140 მილიარდი ევროს დახმარებისა და შეერაღების გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინას ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ხოლო საპასუხოდ პარტნიორებმა უნდა დაიცვან მისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. საგულისხმოა, რომ დახმარების ძირითად ნაწილს კიევი ევროპელი მოკავშირეებისგან და კანადისგან მიიღებს, რომლებთანაც შეერაღების გადაცემასა და წარმოებასთან დაკავშირებით დამატებითი შეთანხმებები გაფორმდა. ამასთან დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი უკრაინულ დრონებს შეისყიდეს, რომლებმაც ომის მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალეს. თურქეთში ხელმოწერილი დოკუმენტი იმეორებს თავდაცვის სფეროში ერთადერთი ადრე ჰააგაში მიღწეულ შეთანხმებებსა და აღებულ ვალდებულებებს. რუსეთი კი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ გამოცხადდა. ამ ჩანაწერს მალევე მოჰყვა დამგროვანი რეაქცია მოსკოვიდან. რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესმდივნის მარია ზახაროვას განცხადებით, ნატოს პრიორიტეტები უცვლელი რჩება. ევროპული კონტინენტის მილიტარიზაცია, აქცენტი თავდაცვის უნარიანობის ზრდაზე დახმარება უკრაინას და რუსეთთან შეერაღებული კონფლიქტისთვის მზადება. რუსი დიპლომატის განცხადება ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება, რაც ასახულია კიდევ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბოლო დოკუმენტში. ანკარაში გამოცხადდა 50 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი შესყიდვებისა და უფრო ძლიერი ნატოსა და უფრო ძლიერი ევროპისთვის საბრძოლო უპირატესობის შენარჩუნების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით ნატოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობები ეფუძნება ბირთვული, კონვენციური და სარაკეტო თავდაცვის საშუალებების სათანადო კომბინაციას, რომელსაც ავსებს კოსმოსური და კიბერ შესაძლებლობები. ალიანსი ასევე თანხმდება შორის იზუსტის დარტყმის სისტემების, ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის უპილოტო სისტემების უახლესი ტექნოლოგიების და სადაზვერვო შესაძლებლობების დანერგვა გაუმჯობესებაზე. თუმცა საგულისხმოა, რომ თავდაცვის უნარიანობის გაზრდა არ გულისხმობს მოსკოვისთვის ომის გამოცხადებას, არამედ ემსახურება რუსულ აგრესიასთან გამკლავებას, რასაც ნატოს გენერალურმა დივანმაც ისაუბრა. My message is that this alliance ჩემი გზავნილია, რომ ეს ალიანსი, რომელიც კანადაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები მილიარდი ადამიანისგან შედგება, დაიცავს ჩვენი ტერიტორიის თითოეულ გოჯს. ჩვენ ვართ თავდაცვითი ალიანსი, თავს არავის არასდროს დავესხმევით, მხოლოდ დავიცავთ ჩვენი ცხოვრების გზას, დემოკრატიასა და ტერიტორიას. ამიტომ ნუ გვეთამაშებით. our territory, so don't fool with us, don't play with us. Es liegt jetzt ausschließlich an Russland. მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული ამ ომის დასრულება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოსკოვს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ. რუსეთს არ აქვს ამ ომის მოგების შანსი. ისინი ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და რაც უფრო სწრაფად დავასრულებთ ამ ომს, მით უკეთესი ევროპისთვის, რუსეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვისაც. Für Europa, umso besser ist es für Russland und umso besser ist es für den Frieden in der Welt. უკრაინის გარდა ლიდერებმა კვლავ დააფიქსირეს თავიანთი უყრევი პოზიცია ირანის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და მორიგჯერზე შეთანხმდნენ, რომ ისლამურ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ატომური იარაღი და რომ მან პატივი უნდა სცეს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფას. თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია იყო ტრანსატლანტიკური კავშირების დაძაბვის კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს არაერთხელ უსაყვედურა, თუმცა ახლა ნატოს სამიტის შედეგებით სავსებით კმაყოფილი ჩანს. რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხდა და სამიტის მასპინძელი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სამხედრო ალიანსის გენერალურ მდივანს. Mark Rutte. Really a great man. He's a great leader.